მოგესალმებით. ეს სესიის გასვლითი ეპიზოდია, განსაკუთრებული ეპიზოდი ჩემთვის და მინდა მოგიყვეთ სულ ცოტა ჩემ შესახებ, ვინ ვარ, რატომ მიმყავს საერთოდ სესია, ვინ არიან ფსიქოთერაპევტები და რა ხდება დღეს გეშტალტ ფსიქოთერაპიაში საქართველოში. მოკლედ გეტყვით, რომ მე ნინო კერესელიძე ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, დავამთავრე საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი და დღესდღეობით მუშაობ ბევრი მიმართულებით. მთავარი ჩემი მიმართულებები, რასაც საქართველოში ესე ვთქვათ, ვაკეთებ არის კლინიკური პრაქტიკა, ჯგუფური თერაპიები და რა თქმა უნდა სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე და კლინიკაში ჩვენთან. ასევე საქართველოში მუშაობ საქართველოს ეროვნული გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის, რომელიც არის EAGT-ის ნოქტი და EAGT-ის ნოქტი ნიშნავს, რომ ევროპული გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის ქოლგა ორგანიზაციის შვილობილი და წარმომადგენელია საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში ნოქტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. შესაბამისად, ნოქტში ამ ეტაპზე ვასრულებ ადამიანის უფლებების და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, ესე ვთქვათ, და როლში ვარ ჩართული. რაც ძალიან საინტერესოა გამოცდილება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სამართლიანობა, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი და მათი საჭიროებების, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფა რამდენადაც შემიძლია და სწორედ ამის საშუალებას მაძლევს ასოციაციაში ჩართულობა. მსოფლიო მასშტაბით თუ ვიტყვი, ვარ ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის EAGT-ის კონფერენციების კომიტეტის წევრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროპის მასშტაბით რა კონფერენციებიც იმართება, ყველა ნაწილის ორგანიზებაში, მოკლედ ჩართული ვარ და ჩემი მიმართულებები მაქვს. და ეხლა უახლოეს პერიოდში დუბროვნიკში გაიმართება ხორვატიაში 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონფერენცია ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის და ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ სწორედ აი ამ ძალიან დიდი ღონისძიების. ეს არის, რასაც ვაკეთებ ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ძალიან საყვარელი ჰობი ვეკონტაქტო ადამიანებს გადაიქცა უცებ პოდკასტად, სესიად. ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პოდკასტებია და ხო, რატომ უნდა გვიყუროთ ჩვენ? მხოლოდ ერთი მიზეზი ამის. თუ კი გინდა განვითარება, თუ კი გინდა შენ თვითონ იპოვნო სხვადასხვა საკითხები შენ თავში. დაფიქრდე, მოძებნო თერაპევტი, მიხვდე რა კითხო, რა კრიტერიუმებით შეარჩიო საერთოდ. სწორედ ეს არის პატარა გზამკვლევი თქვენთვის YouTube სფეროში, რაც დაგეხმარებათ განარჩიოთ კლასიკური ფსიქოთერაპია იმ მოწოდებული ინფორმაციებისგან, რაც სამწუხაროდ ძალიან მრავლად არის ინტერნეტ სფეროში. ამიტომ დღეს მე მინდა რამოდენიმე ჩემი კოლეგა შეგახვედროთ და მათთან გავისაუბრო გეშტალტზე, საქართველოს გეგმებზე, გეშტალტთან მიმართებაში, რა ხდება დღეს და სულ ცოტა ჩემი პერსონალური გამოცდილებას გავაზიარო ამ კუთხით. ასე რომ, გამოგყვებით. არ დაგავიწყდეთ გამოწერა, გადაზიარება, ძალიან ბევრმა ადამიანმა რომ ნახოს ეს ეპიზოდი და ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, თუ რაიმე ედიტები მოგინდებათ, feel free. ასევე ამ ეპიზოდში მინდა შეგახვედროთ ადამიანები, კოლეგები, რომლებიც არიან ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაციის წყარო. და ამ ეპიზოდში ჩვენ შევხვდებით ისეთ კოლეგებს, რომლებთან ერთადაც გავიზარდებ პრინციპში, ადამიანებს, რომლებმაც მომცეს დიდი რესურსი, სიყვარული გეშტალტის, ჩემი პროფესიის და ის საერთაშორისო ტრენერები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ჩემი ხედვის მუშაობის სტილის ჩამოყალიბებაზე. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი არის წარმოდგენილი, მაგრამ დაახლოებით, ესე ვთქვათ, განწყობის დასაჭერად, ფონის შესაქმნელად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ თქვენს და აუცილებლად მინდა ვახსენო დიკ ლომპა, რიჩარდ ლომპა, რომელიც ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე დიდი მასწავლებელია. სამწუხაროდ ის საქართველოში ამ ეტაპზე არ იმყოფება, მაგრამ როდესაც მექნება საშუალება, აუცილებლად შეგახვედრებთ სესიის ფორმატში, სადაც მე ვიქნები აუცილებლად კლიენტის როლში. ამიტომ კლიენტი თერაპევტის როლს ორივე მხარეს გაჩვენებთ ჩემსას. საქართველოში გეშტალტ თერაპიაში ერთ-ერთი მთავარ ფიგურას როგორ მიგაჩნიათ გეშტალტ თერაპიის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი, აი ბოლო 5-10 წლის მანძილზე რა პირველ რიგში დიდი მადლობა და
მინდა რომ ჩემი მორიდება გამოვხატო ნინი შენი ეპითეტის მიმართ, რომელიც ჩემს მიმართ გააჟღერე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის სამიზნე განვითარების და მე ვიტყოდი ახლა ჩვენს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტზე, ვინაიდან ეს ჩვენი მიზანსწრაფვა, რასაც ინტენციონალობას უწოდებთ გეშტალტში არის მუდმივ განვითარებაზე და მუდმივ სიახლისადმი ინტერესზე დაფუძნებული. აი სნობის მოყვარეობა, სიახლის მიღება, გათავისება და აი მუდმივად შემეცნება, რომელიც მხოლოდ გონებრივი პროცესი არ არის, იმიტომ რომ ყოველ ახალთან შეხება აი ახალი განცდების და ახალი გრძნობების შემატებას იწვევს და აი ამით ფართოვდება ჩვენი მესაზღვარი, ხო? რაც ეს ახალი გამოცდილებაა, როგორც კოგნიტური, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ემოციური, იმიტომ რომ ფიქსირდება ემოციური, ხო? და კოგნიტური შეიძლება სადღაც, ასე ვთქვათ, ხანგრძლივ მეხსიერებაში იქნას ჩაწერილი. რა არის ის უნიკალური გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელსაც დღეს საქართველოში გეშტალტ თერაპევტი აწყდება ქართული კულტურის და კონტექსტიდან გამომდინარე? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ვინაიდან ჩვენს წინაშე არის ყველაზე დიდი გამოწვევა. გეშტალტი ძალიან პოპულარული გახდა ჩვენ ქვეყანაში, ვისაც კი ქონია ნამდვილ გეშტალტთან შეხება, ყველას აქვს განცდილი რაოდენ სიღრმისეული და ამავდროულად ესეთი ავთენტური აქ და ამჟამად სწრაფი ცვლილებები მოაქვს ამ მოდალობას. ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი და აკადემიზმი, იმიტომ რომ არის ტენდენცია, რომელიც ჩემი აღქმით უკვე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ კომპეტენციები ამ სფეროში ცოდნის მიღების სათანადო შეიძლება ვერ იყოს და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ მოვახერხოთ, რომ ის ადამიანები, ვინც ეუფლებიან და პროფესიონალად წოდებული ხდებიან, მათ ჰქონდეთ სათანადო მაღალი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. ერთი შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა და საზღვრები გეშტალტის თემაა, რომ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი რაც დრო გადის აი ამ კომპეტენციაზე და პროფესიონალიზმზე სულ მეც და მეც ზრუნავს. ამიტომ ჩვენი სკოლა არის და იქნება კვალიფიკაციის და მაღალი სტანდარტის ფლაგმანი, არა მხოლოდ ჩვენთან. ჩვენი ევროპელი კოლეგები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ ასევე აი საუნივერსიტეტო ჩვენი ბექგრაუნდი, ანუ ჩვენი საფუძველი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს ასევე ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს, ასევე თანამშრომლობის პროგრამულად, თანამშრომლობის და პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს, ეს ვფიქრობ და კიდევ სხვა ახალ-ახალი ნოუ-ჰაუები, რომელიც სულ ყოველ წელს გვაქვს ჩვენს სასწავლო პროგრამაში, მოგცემს საშუალებას, რომ გაუსწოროთ თვალი ამ გამოწვევას და ღირსეულად დავწიოთ. კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა და ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი მართლაც ჯერ ერთი რომ პირველია საქართველოში, ვინც დაიწყო გეშტალტ თერაპიის სწავლება, აკრედიტირებული პირველი ინსტიტუტია, რომელიც ნამდვილად ხარისორიენტირებულია და ვარ სუბიექტური. აგერ უკვე 7 წელია. ძალიან დიდი დროა და უცებ გარბის ეს დრო, რომ 7 წელია ჩვენ უკვე ჩვენი დიპლომები არის აღიარებული და ჩვენ ხელმეორე აკრედიტაციას და ასევე ჩვენი პროგრამის კიდევ უფრო დახვეწა განვითარებაზე გვაგეს. მე მახსენდება ახლა უყურებდი და ვეკითხებოდი სტუდენტებს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ საგაზაფხულო სკოლაში, რომელიც გეშტალტ თერაპიის მიმართულებით არის და დაორგანიზებული არის სწორედ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მიერ და სასწაული გამოცდილება აქვს და ის სტუდენტებსაც რო ვესაუბრებოდი და მიზიარებდნენ თავის ტრენერებზე, ტუტორებზე ინფორმაციას, ძალიან დიდი ცვლილება იმ პირველი გამოცდილებიდან, რომლის ესე ვთქვათ წევრიც მე ვარ და კურსდამთავრებულიც და ეხლა კიდევ უფრო მრავალფეროვანია და ცოტა გულში მშურდა კიდეც რო ხوارჩაობა რომ კიდევ იმდენად სხვანაირი გამოცდილებაა თქო და მინდა ასევე ვკითხოთ აი საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მიერ დაორგანიზებული ბევრი ღონისძიება ვიცით და გვახსოვს და ჩემი მაყურებლებით ზუსტად ვიცი რომ საქმის კურსში არიან ამ კუთხით
მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულით ხშირად აღნიშნავთ ხოლმე აი ამ საგაზაფხულო სკოლას. სადაც სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები ხვდებიან ერთმანეთს და რაღაცა საერთო სივრცე და გარემო იქნება. რა მოგცათ აი ამის შექმნის мотиваცია, რომ შევქმნა საგაზაფხულო სკოლაც? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს საგაზაფხულო სკოლა საერთაშორისო გეშტალტ სკოლა, როგორც ჩვენ ამას მოვიხსენიებთ, ინსპირირებულია სწორედ ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ საზაფხულო საერთაშორისო სკოლებში ჩვენი ჩართულობით. იმიტომ რომ ჩვენ უკვე 2018 წლიდან რეგულარულად დავდივართ ევროპაში, იტალიაში, სადაც საოცარი გამოცდილება არის სამხრეთ ამერიკის, ბრაზილიის, ურუგვაის, იტალიის ყველა სკოლის ჩართულობის, ესპანეთის სტუდენტები, ასევე ტრენერები, პროფესორ-მასწავლებლები და 2018 წლიდან აღსანიშნავია, რომ აი ამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლებში საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი უკვე პარტნიორია და დიმიტრი და მე მუდმივად ყოველ წელს ვატარებთ ჩვენს საავტორო ვორქშოპებს. და აი ამ გამოცდილებამ უკვე 2018 წელსშივე გაგვიჩინა ინსპირაცია და ფაქტობრივად უკვე გამოდის, რომ 8 წელიწადია, რომ ჩვენ რეგულარულად გაზაფხულზე ვაკეთებდით ამას, იმიტომ რომ ზაფხულში ახლა წელსაც კვლავ მივდივართ იტალიაში და ეს ტრადიცია ალბათ ურყევად დარჩება. თუმცა წლევანდელმა ჩვენმა საგაზაფხულო საერთაშორისო გეშტალტ სკოლამ მოგცა კიდევ ახალი იმპულსი, ასეთი რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ საგაზაფხულო საერთაშორისო ასეთი ღონისძიებით, არამედ დავტოვებ ინტრიგას, გვაქვს იდეა და პროექტი, გავაფართოვოთ ეს საკითხი. ის საერთაშორისო პროფესიონალები, კოლეგები, რომლებიც წელს წარმოადგენდნენ ნიდერლანდებს, იტალიას, ესპანეთს, გერმანიას, ალბათ 7 დღის განმავლობაში ამხელა სპექტრი და ასეთი საინტერესო პარალელური პროცესები, ტრენინგ, სემინარების და ვორქშოპების თვალსაზრისით არის ნამდვილად გამორჩეული და ღირსშესანიშნავი. ამიტომ გეთანხმები ნინი, ვინაიდან ჩვენი სტუდენტების და ასევე სტუმრების, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ ამ სკოლაში მონაწილეო, გინდა თუ არა იყო ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტი, მათგან მიღებული უკავშირები გვაძლევს სწორედ იმ ინსპირაციას და ახალი შემოქმედებითი იდეების ჩასახვის და განვითარების საფუძველს. ძალიან მიხარია და მოუთმევად ველოდები მეც და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლებიც დაიგეგმებით უკვე შემდეგი საგაზაფხულო შემდეგი სეზონისთვის. ხო, სეზონური ახალი სკოლებისთვის. მოკლედ, მინდა რომ გირჩიოთ მეგობრებო, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება აკრედიტაციას თერაპევტის შერჩევის დროს, ინსტიტუტის აკრედიტაციას, ბექგრაუნდს რა მოყვება და ამის შემდგომ გადაწყვიტეთ და დაიწყეთ სწავლა, ანუ უბრალოდ ფსიქოთერაპიული კურსები. მადლობა ხალბატონია, დიდი მადლობა ნინი, შენ ყურადღება გაამახვილე ბოლოს, რომ აი ყურადღების მიპყრობა და შერჩევითობა არის მნიშვნელოვანი და ამაზე ვიტყვი, რომ კუტ-ლევინის ველის თეორია გვეუბნება, რომ ყველა მიიზიდება თავის მსგავსისკენ და ყველა მიიზიდება თავისი შინაგანი მზაობის შესატყვისისკენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება ეს ტრადიცია, რომ ჩვენთან ძალიან მაღალი კულტურის, აკადემიური საფუძვლების მქონე კონტინგენტი მოვა როგორც მსურველი და ეს ტრადიცია განვითარდება არათუ, ასე ვთქვათ, ჩაქვრება. ასე რომ დიდი მადლობა ამ საინტერესო დიალოგისთვის შენ. მადლობა, ძალიან დიდი. Thank you, first of all, for your time for us. This is YouTube channel session, so I have a little questions for you. But first of all, is what is main idea of Gestalt therapy? How you see it? Well, Gestalt therapy for me is really
the core. It's not only about therapy, but it's the core of living. Because it's about awareness. It's about the here and now. It's about how do we connect. So that's And what is most important thing in Gestalt therapy? Therapist does in a room beside listening. what What is most important thing that Gestalt therapist does in a room beside listening? Yeah, listening is very important, but only listening is not enough, of course. Gestalt therapist also works with the body, is aware of the bodily sensations with the client, but also the bodily sensations of the therapist herself, and will also share about her own sensations and ask questions about the client's sensations. Thank you. And the last question, what is one simple piece of advice what you give to a beginner Gestalt therapist who is starting just now? Okay, that's a nice question. My advice is just be you. And it sounds simple, it's not. It's not easy. But my advice is really be you. Thank you very much for your time. You're very welcome. Thank you. გოგა გამარჯობა, მოგესალმები. მადლობა რომ ამ ეპიზოდში ერთხელ მონაწილეობთ ხართ ჩემთან ერთად. მინდა მაყურებლებს ვთხოვოთ, რომ გოგა არის ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ასევე საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული როგორც მე და სწორედ ამ კუთხით მინდოდა რომ გოგას როგორც ჩემს კოლეგას შევხვედროდით ერთად და გოგა პირველი კითხვა მინდა გითხო, რატომ გეშტალტი? არა კითხვა გორგეთ და ვიწყებ, მაგრამ როგორ ხდება რომ გეშტალტი? Tirare, gemado. Interessante discussione facile. Tirare, roța psihoterapeutul nou. Oficialul cedei, ram masculul de ora, nu cred că misero. Psihologist catalau, controlului. Terapias vervezi. Odamne, stau erestiam. Da șen mana gzebi. Sau ai Gestalt psicoanalizy CBT. Gestalt information. Gestalt psicoanalizy კონტაქტური არ გავა. არა, აი, ალბათ მაგიტომ Gestalt. და ეხლა რო ვარ Gestaltში წამვედი, აი, შემიძლია უბრალოდ ხო და სულ რაც გაცნობს Gestalt შეყოვითრობაში. და ვიქ აქტამგემოთ ყოფნას პროცესის პასუხი იქნება. მაგრამ ეგ არის ალბათ რასაც მაწევს, რაც მასწავლა. არ კონექტით და ვიყოს ხეული რა, ვიგრძნო ეს წამი, აი თუნდაც ეხლა როგორ ზივა, როგორ ლაპარაკობ ეს შეალიბეჭები ჩიჩი როგორ მოდის. და მომცა ის რომ აი ჩემი ცენტრი ჩემი ოღონ ამაში დამეხმარა გარდა გეშტალტური თეორიების აღმოსავლური თეორიების და გეშტალტური ციკლი არა რაღაც ბუდიზმი არის ხო დაუიზმი და ამერთან კონტაქტმა მოიყვანა ჩემი ცენტრი და რაც საერთოდ დავწერე და სუგონებით ვიყავი და აი სადღაცას დავიღალი ეგ ზანიშნულად არა და დავიჭიროთ განაცნობილოს ნახე იქნობის სად ვარ ჩვენ მართლა ჩვენ ამაზე ცოტა ჩაგეკითხები რა გოგა გეშტალტამდე და გეშტალტის შემდგომ რაც მეტყოთ ეს იმის შემოვიდი რადგან გოგა გეშტალტამდე ო აკარიშტალში არ ვიცოდი რა მინდოდა და ვიყავი დამოკიდებული გარემო რასაც მომაწვდა იმასაც და თვითონ აი
სავსე ამ ინტროექტებით ნაკლებად ვსვათ ინტროექტის მოსწოდებული აზრი ჩემკარდება და აი თითქოს სხვა რაღაცას ვაკეთებ და დამაში ბედნიერი იყო აი მეც მაშინ ამას თუ გავაკეთებ ბედნიერი აი ჩემი მინდა აი ისეთი აი ნამდვილი მინდა რომ გავიგო ამას უნდა მოусმინო და რა ამას აი მაგამდე მოვედი და დღეს აი რადიკალური განსხვავება არის ძველ გოგასა ძველი და ისიც მე ვარ უბრალოდ როგორ ცხოვრობ გონები ცხოვრობდი ავტომატურად აი ჯივი ვამბობს რომ ხალხს აი აი სცინავს ადამიანს მეძი ამ ცინს ვეძახ იმას რომ არ ვიყავს ერთო ჩემ შეიძლება ვაფშე და დღეს შემიძლია ვთქვა რომ ვარ ანახა რა თქმა უნდა გავდივარ უნებრივი ადამიანები ვართ უბრალოდ შემიძლია ისევ დავაკვირდე და დავყვეთ აი ეგ ძაღლიანია და მოხდანი აქცენტი გააკეთე აქ ვკითხავ აი დამწყები სტუდენტებისთვის პირველი მეორე კურსის სტუდენტები ან ვინც ფიქრობს რომ გეშტალტზე რა გექნებოდა ერთ შენი ოქროს ფრაზა შეგვარჩევას არ ვიტყვი მაგრამ შენი გამოცდილებიდან აი ოქროს ფრაზა რო გასეთყობი მათ მუშაობ იმაზე გასაწყვეტ და ჩემი გამოცდილებით ვიტყვი როცა მაშინოდა რომ მუშაობ და რაღაცებს ავეცდები რომ აი ამასთან შეხება როგორი რთული იქნება როგორი იქნება მე რა გავაცდები ლექციო არ მოვდები არ გავგიჟდები ნუ მაგრამ სიტყვას არ გავგიჟდები და რა უნდა მიტირი რა მიბღავია ისინი იმიტომ რომ გამორჩხულია რაღაცა კიოდეს კიოსაკებოდე და არ ტიროდე და როცა მივიღე ის ოკეი სუსტი ვარ კივა მოდი ეხა შევეხები და აი მაგას ვეთქობი რომ ოღონ არ დააძალონ თავი უბრალოდ პროცესში იყვნენ რომ იძულებით აი იყვნენ პროცესში და როცა მოვა მზაობა რომ ეხა მზად ვარ რომ მე ჩემსაც შევეხო მაშინ შევეხო მაგრამ მაინც ცოტა დააძალონ იმიტომ რომ შეიძლება იმდენად გაზარმაცებული გქონდეს ჩვენი ფსიქიკა რომ მან თუ ცოტა პატარა რეფლექსია მუშაობდეს ცოტათი ხო აი თუ ცოტა აი რომ არ მიაწექი მიდი ოდდა ოღონდ რომ სასიამოვნო წავიდეს ეს პროცესი ან მე იძულების წინააღმდეგ ვარ დაბილებული ხო და ძალიან მადლობა თქვენ დასწრებით და ძალიან მნიშვნელოვანია შენი გაზიარება როგორც კურსდამთავრებულის როგორც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე თერაპევტის მედიკაცია. არ როგორც იმპარტია შენი ინიციატივისთვის მადლობა რომ ეს კიდე რომ აი გამოცდილი ვიყოთ ცოტა ისეთი ახლა იმაზე მომხდარა გამოცდილებაც. ამ წყალთან შედა გამოცდილი აკრედიტირებული თერაპევტი ევროპული აკრედიტაციის მეგობრებო. ხო. და რო აი კიდე რომ ადამიანი მაგაიქო. რაცი ეს ამაფასება. და ეთივა და იცი რა არის თქვა და რა აი მე მინდა ამ თუნდაც ჩემი ინტერვიუთი არავის არ ვასწავლი არავის არ უთითებ უბრალოდ თუ რაღაცას ჩემი დავაპარაკებიდან აღმოაჩენს თავის თავში და დააგვირდი მე ძალიან გახარდა მადლობა და სესიის მიზანის სწორებას არის რომ ჩვენი მაყურებლის ჩვენი ხელოვანების გულთან მივიტანოთ თავისით არის აუთენტურობის მოთხოვნილება და ვინც რა კუთხით წავა, რასაც გადაწყვეტ, ყველაფერი ოკეია. თავარი არის გაცნობიერებული იყოს და თქვენი მინდაგან წამოსული იყოს. Yes. მადლობა კიდევ. Yes, მადლობა. Hello Eduardo, thank you for your time and being here in Georgia as well. And I have few questions for you. Sure. One is how would you explain what Gestalt therapy is to some people who never heard about it and using very simple everyday language? Okay, first of all, thank you for the invitation, allowing me to be in a small temple of Gestalt therapy in Georgia. I can give you, in Gestalt therapy, we like to talk about our experience rather than talking about theories. Usually in the university or
for books, we talk about theories. But as a matter of fact, if I tell you how to ride a bicycle, how about you stand up on a bicycle, you take the metallic thing and you sit on the metallic thing which has two rounds of 20 centimeters, which are made of another. Isn't it boring to tell you how to ride a bike? No, it's If really I tell interesting. you only in a theoretical way, how do we ride bikes? We ride by standing on the bike and experience it and learning it by doing it. So that is what Gestalt therapy is about. It's not about theories because they are in our head. It's about experiencing and being aware of what we are doing here and now. So this is like in a summary, very small summary. Thank you. In Gestalt therapy, we focus on more on that here and now. Yes. So, why is being present so important to gain some change? Yes, usually when we have anxiety, we are in a world that we need to be very efficient. We have an examination, or we have a job, and we have a family, or we have a grandfather. So we are often worried about the future. Yeah. So our now present moment is in the future, and it causes us anxiety. The thing is, of course, if this anxiety was used only in a creative way, this would be, I do the planning in the here and now, but I don't suffer from the future. So the past, on the other hand, would be like the nostalgia or the depression. So when am I depressed, or when am I, let's say, oh, how good was this? And then I am not in the here and now. I'm just in my history, my memory. Again, I am in my head. Without seeing you, I'm thinking, oh, my when I was a kid, that I'm not with you. Yeah, sure. I lost what we say, the contact. I am in me, in my story. So in Gestalt therapy, we want to be with the other and with us at the same time. So this Sure. is called It's really explanation. interesting point of view. What is one common misunderstanding that people have about Gestalt, and what is one trust behind it? Okay. Yes, misunderstanding is that it can be a bit confrontational, that I'm going to go to Gestalt therapy and I'm going to start crying, or I'm going to be worse than I was before. Or another thing is that maybe it's a bit wild. It used to be something like, or it's not scientific, like because there are other types of psychotherapy who have a bit more kind of research. But Gestalt therapy currently has a lot of research, precisely not only in Mexico that I know, or Chile, but also in Georgia. So Gestalt therapy has a lot of presence and seriousness, and many eminent people are supporting us as Gestalt therapists because they see that also it's very important. So, so I just suggest you experience, in a safe place, experience and decide for yourself. That's what I would suggest. Thank you very much. You're Thank you for welcome. your time. Oh, no. It's really precious for me because in this episode I'm talking about myself, my Okay. therapists, the people who inspire me, and you are one of them. So it's an honor to be with you here in this interview. It's for me an honor to be also with you and to be invited in this marvelous land and with these great people. And thank you very much. გამარჯობა, მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ ძვირფასო. სესიის სტუმარი ხართ და აი ამ უნიკალურ გამოცდილებას, როგორც საზაფხულო სკოლაში ვხედავ მეც და ჩემთან ერთად ჩემი მეგობრებიც გვაძლევთ და ქმნით აი ამ გარემოს, რაც ძალიან უსაფრთხო, კომფორტული და რაც მთავარია განმავითარებელია. და ქართული შვეიცარია. კი, ეხლა სადაც ნამდვილად. ვართ. ნამდვილად. ულამაზესი მთების ფონზე. ბატონო დიმიტრი, რამდენიმე კითხვა მექნება თქვენთან განწყობის ფსიქოლოგიასა და გეშტალტთან კონტაქტში. და პირველი კითხვა რაც მაქვს,
როგორ მოხდა, რომ გეშტალტ თერაპია შემოიტანეთ საქართველოში და რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი мотивация? საკმაოდ დიდი ისტორია არის. მე როგორც ფსიქოლოგს ძალიან დიდი ინტერესი მქონდა გამოყენებითი ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის მიმართ, რომელიც საერთოდ არ იყო განვითარებული საბჭოთა კავშირში. და იმის მერე, რაც შემოიჭრა აი ეს ფსიქოთერაპიული ტალღები ჩვენს ქვეყანაში, დაინტერესებული ვიყავი რამოდენიმე ფსიქოთერაპიული მიმართულებით. მაგალითად, თავიდან ფსიქოანალიზით, აი ეს დაახლოებით სკოლის პერიოდი არის ჩემი, როდესაც წავიკითხე პირველად ზიგმუნდ ფროიდის 15 ლექცია და ძალიან დამაინტერესა და ჩემი ფსიქოლოგად გახდომაც განაპირობა აი იმ არაცნობიერმა ფსიქოლოგიამ, რომელიც თურმე ასე მონაწილეობს ჩვენს ცხოვრებაში, ისე რომ არც განიცდება. და ეს ყველაფერი კარგად იყო გადმოცემული ამ 15 ლექციაში. თუმცა შემდგომში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ეს ცხოვრებიდან გამომდინარე ისევ ჰუმანისტურმა ფსიქოთერაპიამ და ფსიქოლოგიამ სწორედ ამერიკელების გავლენით, რომლებიც ვირჯინია სატირლი, განსაკუთრებით კი კარლ როჯერსი თავისი დაახლოებით 100 კაციანი დელეგაციით, რომელიც ესტუმრა საქართველოს ჩვენს ინსტიტუტს, ფსიქოლოგიის ინსტიტუტს და ეს იყო უკვე ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შემოტანის მცდელობა საბჭოთა კავშირში და საქართველოში და საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი იყო ამისთვის და კლიენტზე ცენტრირებული თერაპია ძალიან მნიშვნელოვნად ესე იგი შემოიჭრა ჩემთვისაც პიროვნულად ცხოვრებაში მისი ინტერესით, მაგრამ შემდგომში მომიხდა 2000-იან წლებში მოხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით, როგორც ქართველი პროფესორი ამერიკელ პროფესორებთან და მომიხდა ცხოვრება როლო მეის სახლში და მუშაობა ესე იგი სან-ფრანცისკოში როლო მეის სეიბრუკის ინსტიტუტში და აი იქ მე შევეხე გეშტალტ თერაპევტებსაც და იქაურები ასე იყვნენ ორიენტირებული რომ მაცნობდნენ ესე იგი ამერიკულ ფსიქოლოგიას ეს იყო ესე იგი გაცვლის მიზეზი და ძალიან შემოიჭრა ჩემთანაც გეშტალტ თერაპია როგორც საინტერესო ფსიქოთერაპიული მიმართულება რომელიც ერთის მხრივ ძალიან სიღრმისეულია ფსიქოანალიზის არ იყოს და მეორეს მხრივ ძალიან ადამიანზე ორიენტირებული არის როგორც ჰუმანისტური ფსიქოთერაპია მესამეს მხრივ ძალიან ფენომენოლოგიურია და ისეთ ასპექტებს ეხება რომელიც მეცნიერებაშიც კი ხელშეუხებელია და მხოლოდ ვთქვათ მხატვრულ ლიტერატურაში ან კინემატოგრაფში არის ხოლმე ესეთი ღრმად გაგებული და აი გეშტალტ თერაპია სწორედ ამითი გამოირჩევა ერთის მხრივ ძალიან ექსპერიმენტულად შეიძლება იქნას მიწოდებული და მეცნიერულად და მეორეს მხრივ ფართო გაქანება აქვს აი ამ ხაზს რომელიც შეიძლება ითქვას რომ შემოქმედებაზე ორიენტირებული მიმართულება ასე რომ აი საბოლოოდ ესე გამოვიდა რომ ამ მიმართულებამ არა მარტო მიიპყრო ჩემი ყურადღება ჩემი და ჩემი გარშემო არსებული კოლეგების არამედ ინსტიტუციონალურადაც დავაარსეთ ესეთი ფსიქოთერაპიის პირველი გეშტალტ თერაპიული ინსტიტუტი საქართველოში მე გავწევრიანით ევროპის ასოციაციაში მე ძალიან პოპულარული გახდა საუნივერსიტეტო სფეროშიც და ეხლა არა მარტო ჩვენ უნივერსიტეტში არის ესე იგი ისწავლება გეშტალტ თერაპია, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიც ისმის ყველა უნივერსიტეტში სადაც ფსიქოლოგია არსებობს, გეშტალტ თერაპია ისწავლება და ეს ძალიან მახარებს. გამოვირჩევით ამ მხრივ ევროპული ქვეყნებისგან, სადაც ესეთი პოპულარული არ არის საუნივერსიტეტო სფეროში გეშტალტ თერაპია. ნამდვილად და სტუდენტებსაც თანაც მეც რომ მუშაობ და ამბობ ხოლმე რომ გეშტალტ თერაპევტი ეს არის ჩემი სამუშაო მიმართულება ყოველგვარი განსაკუთრებული ინტერესი და მართლაც ეს სიღრმისეობს თქოს ქართველებმა რაღაცა მოვიდგეთ შეიძლება ესეც ვთქვათ. ამასთანავე გამიჩნდა უცებ ესეთი კითხვა რა გავლენა ქონდა აი ამ თქვენ გადაწყვეტილებაზე ბატონ შოთას თუკო იყო აი განწყობიდან წამოსული ბატონ შოთადან წამოსული ინსპირაცია რომ ხო გეშტალტი იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ძალიან ერთმანეთს თავსებს ესეც ვიტყოდი. რაც შეეხება ფსიქოლოგიის დაინტერესების თვალსაზრისით შოთას ძალიან დიდი როლი აქვს როგორ მიხსნიდა ასე ვთქვათ
ამ მეცნიერების საინტერესო, ესე იგი, ლაბირინთებს, მაგრამ რაც შეეხება აი ჩემი სადოქტორო დისერტაცია გავლენის ფსიქოლოგიაზე იყო და ფსიქოთერაპიული თვალსაზრისითაც აი ეს მიმართულება ეს არ იყო, ესე იგი, კარგად, ესე იგი, ნაცნობი შოთა ნადირაშვილისთვის, მისთვის უფრო აკადემიური მეცნიერება იყო ახლო. ამიტომ ეს რაღაც ჩემი ნოუ-ჰაუები იყო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ბავშვობიდან არსებობდა ჩემში, როგორც გამოყენებითი პრაქტიკული ფსიქოთერაპიის მეტად შემოტანა ჩემს პირად ცხოვრებაში და ჩემს გარშემო ადამიანების ცხოვრებაში, რაც მოხერხდა სწორედ აი ამ გეშტალთერაპიული ინსტიტუციის შემოტანით საქართველოში. აი განწყობის ფსიქოლოგია ვახსენეთ და არაპროფესიონალი აუდიტორიისთვის როგორ აღმავებთ და აზუსტებს დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის ცნება განწყობა გეშტალთერაპიის ძირითადი კონცეფციის ჩამოყალიბებას. ძალიან საინტერესო კავშირი არის ამ ხრივ აღმოჩენილი ჩვენს მიერ, რამე თუ ეს არც განწყობის თეორიაში არ იყო პედალირებული და მით უმეტეს ახლა არც გეშტალთერაპიაში, რომელიც კარგად არიცნობენ აი ამ ინსტიტუტ თეორიის, ანუ განწყობის თეორიას, რომელიც ქართული ესე იგი მეცნიერების ბირთვში არის. და აი ის მთავარი კონცეფცია, რომელიც გეშტალთერაპიას აქვს, რომ აწყოში ცხოვრების სირთულე და ხელოვნება დამოკიდებული არის სწორედ განწყობის თეორიის თვალსაზრისით შევხედავთ, არა, იმ განწყობებზე, რომელიც არსებობს ფიქსირებული ადამიანში და მეორეს მხრივ სიტუაციური და როგორი, ესე იგი, ბრძოლა მიმდინარეობს. ფარული არაცნობიერი აი ამ ბავშვობიდან მომდინარე ფიქსირებულ განწყობებსა და სიტუაციურ ახლა და ამჟამად ცხოვრებისეული თვალსაზრისით თუ შევხედავთ განწყობებს შორის. რაც შეეხება აი ფიქსირებული განწყობები, ძალიან კარგად არის შესწავლილი განწყობის თეორიაში. მეორეს მხრივ ფიქსირებული განწყობები აი ამ ხრივ თერაპიის კუთხით დაცვითი მექანიზმები, რაც არის გეშტალთერაპიაში, მაგალითად ინტროექცია, პროექცია, კონფლუენცია, დეპრესია, ეგოტიზმი. ეს განწყობები არის ფაქტიურად, რომლებიც ბავშვობიდან არის არაცნობიერად, ესე იგი, წაქეზებული ადამიანებში, ისე რომ არც აცნობიერებენ, რომ მაგალითად პროექცირებენ, არაცნობიერებენ, რომ ეს განწყობები აქვთ, თქვათ, ინტროექტები აქვთ და რაღაც აქვთ, ესე იგი, გადაკლაპული, გადაუხეჭაო და გაუცნობიერებლა და აი ეს განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი არ იყოს რეჟისორი ადამიანის ცხოვრების. ანუ მას არ მართავდეს არაცნობიერად მის ცხოვრებას. და იმისთვის, რომ არ მართავდეს, მათ უნდა აღმოაჩინონ ეს განწყობები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოახერხონ, დაუსხლდენ რეჟისურის თვალსაზრისით ამ განწყობებს. რა ძალიან რთულია, იმიტომ რომ უნდა იყოს ალტერნატიული ქცევები დანახული ადამიანის მიერ მის ცხოვრებაში, რომ ასეთი ცვლილებები შეიტანოს მის ცხოვრებაში. აი აწყოში ცხოვრობდეს, აწყო იყოს მისთვის, ასე ვთქვათ, ის პალიტრა, რომლიდანაც ხატავს თავის ცხოვრებას, რომლიდანაც ძერწავს თავის თავს და თავის რეალობას, რომელსაც ხშირად, არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად აი ესეთი ფიქსირებული განწყობები, რომელიც მოდის წარსულიდან გაუცნობიერებელი, უშლის ხელს იყოს თავისუფალი იყოს, უშლის ხელს იყოს დამოუკიდებელი, უშლის ხელს გაცნობიერებული იყოს თავის ცხოვრებაში. მოკლედ აი ეს კონფლიქტები ძალიან კარგად არის დანახული ერთის მხრივ განწყობის თეორიაში და მეორეს მხრივ ჭირდება გეშტალთერაპიას. და როგორც განწყობის თეორიის ეხლა სპეციალისტები, სწორედ ცდილობთ, რომ ამ კუთხით გავამდიდროთ და ევროპულ კოლეგებს დავანახოთ ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, რომელიც ესე იგი წარმართული შეიძლება იყოს სწორედ განწყობის თეორიის მხრიდან დანახულ გეშტალთერაპიაში, რაც ჩვეულებრივ არის ხოლმე აი სპეციფიური ეროვნული სკოლისთვის დამახასიათებელი, როდესაც ის იქმნება და მე მაქვს იმედი, რომ სწორედ აი ესეთი განწყობის თეორიაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული სკოლა გეშტალთერაპიაშიც იქმნება საქართველოში, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ფსიქოლოგები ფლობენ ამ ცოდნას და შეუძლიათ გამოიყენონ ესე იგი გეშტალთერაპიაში და ამითი ორიგინალური ხაზი განავითარონ ევროპულ სკოლებში. ევროპაშიც არის ესეთი სკოლები, ფრანგული მაგალითად, გერმანული, ინგლისური სკოლა,
უნიკალური ახლა ძალიან ძლიერია და ისინი თავიანთ ფესვებს ეს ასე ვთქვათ იყენებენ ამ განვითარებაში და ჩვენ ქართველებს სწორედ აი გვაქვს ის ძალიან მნიშვნელოვანი თეორია, რომელიც ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ავთენტური ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის შესაქმნელად, რომელიც განწყობის თეორიაზე იქნება ორიენტირებული. და ეს არის უდიდესი მართლაც მონოპოლარი, რაც აქვს ქართულ ფსიქოთერაპიას, ქართულ ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს, იმიტომ რომ უნიკალური გამოცდილება, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს და მე ვიცი, მინა შენ კარგად იცნობ ამ ორივე ხაზს და აქედან გამომდინარე, შენს ესე იგი მომართული ხარ სწორედ აი ამ მიმართულებით, რომელიც ქართულ ქართული მხარე, რა თქმა უნდა. ეროვნული და პატრიოტული ემოციებთან ერთად გულწრფელი კუთხით რო შევხედო, ნამდვილად ძალიან ძლიერი ბირთვი და ფესვები არის ჩემთვის როგორც თერაპევტისთვის განწყობის ფსიქოლოგიის ცოდნა, აი კლინიკურ პრაქტიკაში. იმიტომ რომ ეს უდიდესი დამხმარე ძალაა და ამაზე მინდა და თქვენთვისაც მეკითხა, რომ კლინიკური პერსპექტივიდან რო შევხედოთ, განწყობის ფსიქოლოგიის ცოდნა გეშტალტთან ერთად რამდენად ეხმარება თერაპევტს ცევითი პატერნები ამოიცნოს და უფრო სწრაფად განსაზღვროს და იმუშაოს მასზე. უდაოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ესე იგი ფსიქოთერაპიაში, როდესაც აი მე ვახსენე, ესე იგი კონტაქტის წყვეტის მექანიზმები, რომელიც ახასიათებს, ესე იგი ადამიანს უშლის მას ცხოვრებაში ხელს არაცნობიერად და განწყობის თეორიას კარგად შეუძლია სწორედ აი ამ განწყობების წაშლის და დაწერის ასე იგი სცენარების დახმარებაში. თან უნიკალურ ადამიანს, რომელიც ძალიან პიროვნულია, რომელიც ძალიან თავისებურად არავის არ გავს და აი ამ გადასახედიდან. ასე რომ აი მაგალითად განწყობის თეორია შეიქმნა სწორედ ესე იგი ფიქსირებული განწყობების ჩაქრობის ტენდენციები როგორ იყო დანახული, როგორ თქვა და დიდი და პატარა ბურთის მიწოდებისას როგორ ქრება, ან არ ქრება განწყობა, რომელიც ფიქსირებულია და თუ ადვილად ქრება დინამიურ განწყობას უწოდებთ მას, თუ ძნელად ქრება, მაშინ სტატიკურ განწყობას და ორივე ტიპის ადამიანები არსებობენ და აი ამისი ცოდნით გაცილებით ადვილად შეიძლება იმ ფიქსირებული განწყობების წაშლა და დაწერა, რომელიც შესაძლებელია, ესე იგი, ფსიქოთერაპევტისთვის კლიენტთან ურთიერთობაში. და როდესაც ეს ხდება, გაცილებით ადვილდება ფსიქოთერაპიის პროცესი. ის აღარ არის ძალიან ინტუიტური, არამედ ის დაფუძნებული არის სწორედ განწყობის ცოდნაზე, ადამიანის ტიპის ცოდნაზე, როგორია ის და როგორ ვიმუშაოთ მაგალითად სტატიკურ ადამიანთან, როგორ ვიმუშაოთ კი რომ მას ჭირდება, ესე იგი, ამ ფიქსირებულ განწყობებთან მეტი, ასე ვთქვათ, გაცნობიერებული დამოკიდებულება, რომ ის არ იყოს წარმართველი მისი ქცევის. როგორ ვიმუშაოთ დინამიური განწყობის მქონე ადამიანთან და მასთან, ესე იგი, ეს ცვლილებები გაცილებით ადვილად ხდება მისგან გაუცნობიერებლად და დამოუკიდებლად და როგორ არის შესაძლებელი მასთან, ესე იგი, იმ განწყობების შემოტანა ცხოვრებაში, რომელიც მის ველში უფრო ეფექტური იქნება მისი პიროვნების რეალიზაციის განვითარების პიროვნული ზრდისთვის. ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაგუთმეთ თქვენი დრო და აქ გაგიზიარებთ ერთ პატარა ინფორმაციას. მე შესავალში უკვე აღვნიშნე, როდესაც დავიწყეთ ეს ეპიზოდი აქაურ სიტუაციაზე, აი ამ გაზაფხულო სკოლას და ჩემს დამოკიდებულებაზე ზოგადად გეშტალტთან და იქაც ვახსენე, რომ ინტერვიუში მეთქი აუცილებლად ესეთ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებსაც იცნობთ უბრალოდ სხვა რაკურსით თქო და აქ მინდა რომ თქვენთან ერთად ეს დავაფიქსირო კიდევ ერთხელ, რომ მაქვს ესეთი ჩემს შიგნით არსებული იდეა, რომელიც ცხოვრობს ძალიან ღრმად. 18 წლის ვიყავი მე რომ მოვედი თქვენთან, უზნაძის ინსტიტუტში მაშინ სტაჟირების პროგრამით და იმ მომენტიდან მქონდა ის, რომ აი განწყობა როგორი მნიშვნელოვანია და აი ამ უნარების გაღრმავებაში და ფსიქოთერაპიის ეთიკურობის ნაწილში ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით თქვენ თეას ჩემს ცხოვრებაში და ვსვამ ხოლმე რომ თუ არსებობენ და რა თქმა უნდა რომ არსებობენ
პროფესიული ოჯახი, პროფესიული მშობლები ვიცახე ხოლმე, რომ დიმიტრი პროფესიული მამაა ჩემი და აი ამ დამოკიდებულებით ვარ ხოლმე და უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ზუსტად იმ ზრუნვისთვის, იმ უსაფრთხოებისთვის, რომელსაც არა მარტო მე, არამედ ყველა თქვენ სტუდენტს თანაბრად უნაწილებთ ყოველთვის და აი ეს მომენტი ყველასათვის თანაბრად შეუძლიათ თქვენთან მოვიდნენ, დარიგება მიიღონ, პროფესიული იქნება თუ პიროვნული. ეს ძალიან დიდი საგანძურია, რაც ძალიან ბევრ შემთხვევაში სხვებისთვის არ არის ხოლმე ესეთი გამართლებული, ვისაც თქვენთან არ აქვს ესეთი კონტაქტი. ნინო, დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტებისთვის და ჩვენი გაზაფხულის სკოლაც სწორედ ამისთვის არის ორიენტირებული, რომ არა მარტო სასწავლო დაწესებულებაში ხდებოდეს ეს, ესე იგი, ინფორმაციის მიღება, ლექცია, სემინარი, ტრენინგი, არამედ აი ესეთ ერთად ცხოვრების გარემოში და სიტუაციაში, რომელიც ეხლა აქ გვაქვს ბორჯომის ხეობაში, გვაქვს ხოლმე ხშირად კახეთში და ასევე უცხოელ ტრენერებთან. ჩვენი ეხლა ეს ტრენინგი, რომელიც 9 დღიანი გამოდის, პირველი ნახევარი იყო ჰოლანდიურ, იტალიური, რამე თუ ისინი იყვნენ ესე იგი მთავარი ტრენერები, ეხლა ისინი წავიდნენ და მოდიან მეორე ასე ვთქვათ ნახევარში გერმანულ-ესპანური ტრენერები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ქართული ფსიქოლოგიური სკოლა კიდევ უფრო გაძლიერდება, თუკი აი ეს გავლენები გარედან ჩვენთვის ნაცნობი იქნება, რა ხდება საინტერესო მსოფლიოში, ევროპაში, რა ტენდენციებია და სწორედ აქ თუ არა სად დაინახავ აი ამ ადამიანებისგან, როდესაც ჯგუფში ხარ და თერაპიულ პროცესებში, რა ხდება ჩვენს პროფესიულ სამყაროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ სამყაროსთან ინტეგრაციის პროცესისთვის, ქართველი ფსიქოთერაპევტებისთვის, რომლებიც ფაქტიურად ახლა იციან რა აი ეს ყველაფერი და მონაწილეობენ აი როგორც შენ ხარ ახლა EAGT-ის ესე იგი კომიტეტის წევრი არჩეული და ესე გამოვიყურებით უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ მეტად და მეტად ასე ვთქვათ პროფესიონალები ვხდებით ევროპულ ოჯახში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ცხოვრება არა მარტო საქართველოში, არამედ სამყაროში და ამ შემთხვევაში ევროპაში, იმიტომ რომ ევროპის თერაპევტთა ასოციაცია არის ის ქოლგა ორგანიზაცია, სადაც ჩვენი აქტივობები, კონფერენციები, ტრენინგები ყოველ 3 წელში ერთხელ, ვთქვათ, ფსიქოთერაპიული ყოველ 2 წელში ერთხელ ესეთი კვლევითი ხდება და ჩვენ მუდმივი მონაწილეები, აქტიური, არა მარტო მონაწილეები, არამედ ამისი ორგანიზატორებიც ვართ, როგორც აი შენ ახლა ხარ კომიტეტში, რომელიც კონფერენციებს აწყობს ევროპის მასშტაბით. და წელს გვიწევს აი ეს დიდი 40 წლის იუბილე ევროპის გეშტალტ-თერაპევტთა ასოციაციის და დუბლინში კონფერენციას ნახავთ დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ მთელი გუნდი და ძალიან კარგია. და ამასთანავე სუმცირე ბოლო კითხვით შეგაწუხებთ თქვენ როგორც პირველი პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული გეშტალტ ასოციაციის, რომელიც არის ნოქტი ქოლგა ორგანიზაცია და ერთადერთი საქართველოში, ხო ამ კუთხით. აი რა პერსპექტივებს ხედავთ ქართველების წინსვლის, თუნდაც EAGT-ში, ხო ძალიან ბევრი ვართ უკვე იქ და ბევრი ადამიანი მუშაობს ქართველები, სწორედ ფსიქოთერაპიის პროცესების განვითარებაზე. რა ტენდენციას ხედავთ, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ვიქნებით მალე იქ? ნუ ჩვენ იმდენი ვართ ახლა ევროპაში კომიტეტებში არჩეული, რომ ალბათ ლიდერები ვართ ყველა ქვეყნებს შორის და ახლა უკვე უკვირთ კიდეც, რომ აი ქართველები რატო არიან ამდენი ევროპის ესე იგი მართველ ორგანიზაციაში და მე ძალიან მიხარია ეს, რომ მაგალითად ნინო ხარ ჩვენს ეროვნულ ესე იგი ქოლგა ორგანიზაციაში, რომელიც გეშტალტ-თერაპევტებს ესე იგი კურირებს და ფარველობს საქართველოში და მეორე მხრივ ხარ და ვართ ესე იგი ევროპის ქოლგა ორგანიზაციაში და არის დიალოგი, ესე იგი შიგნით თუ როგორ ორგანიზირდეს გეშტალტ-თერაპია საქართველოში, ეს ჩვენი ეროვნული ასოციაცია ახორციელებს ამას და თვალყურს ადევნებს და მიმართულებებით მიყავს და მეორე მხრივ ევროპაში რა ხდება და როგორ დაიგეგმოს აი ამ პროცესების თვალსაზრისით რა არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს ფსიქოთერაპიული
ეს ეროვნული მონაწილეობის ევროპულში. აი ფაქტიურად ეს ის მოდელია, რომელიც გვინდა რომ იყოს ცხოვრებაში ქვეყნის თვალსაზრისით, როდესაც პარლამენტი ჩვენი ასე მონაწილეობს ევროპარლამენტის ასე ვთქვათ ცხოვრებაში. იქ ესე არ ხდება, ვერ ხდება, ჯერ სიძნელეებია, მაგრამ აი გეშტალტ თერაპიაში ჩვენ ესეთი რეალობა გვაქვს, რომ ესე იგი ჩვენი შიდა რეგულაციებით ცხოვრობთ ევროპულ, ესე იგი პარლამენტში, გეშტალტ თერაპიულ პარლამენტში და ეს ამდიდრებს ერთის მხრივ საქართველოს, მეორეს მხრივ ამდიდრებს ევროპას. ძალიან დიდი მადლობა და თბილი დროისთვის. მადლობა. მადლობა რომ ჩვენთან ხართ, მადლობა რომ გვიწერთ და შემდეგ შეხვედრამდე.